საღამოშვიდობის. გამარჯობა. მადლობა ინტერვიუსთვის. უსებ სპონტანურად დაგინახე ეზოში ხშირად გხედავ ხოლმე და მაყურებელსაც გავუმხელ, როცა ინტერვიუ გთხოვე. ის ნოსტალგიური მომენტი გამახსენდა ტელევიზორთან მე რო ვზივარ და მე ფესტივალზე მე რო ვზივარ და მუსიკა რო ესმის ორ სხვადასხვა დავიც. ამითი არ მინდა ინტერვიუ დავიწყოთ. როგორ ახართ ეხა? ამითი დავიწყოთ საუბარი. ხნეთ. უსე ნორმალურად. ჯანმრთელები ვართ რაც თავარია და ხო საკმაოდ საინტერესო რაღაცები ხდება იქიდან გამომდინარე რა მხელა ქვეყანაც ვართ რა რაოდენობის ადამიანებიც ვართ იმიტომ ჩვენ უკვე რამდენიმე წელია 15 დაახლოებით ფესტივალთან ერთად ვატარებთ Newcomers ეგეთი თბილისი Newcomers ეგეთი კონკურსი გვაქვს სადაც ახალ პროექტებს ვეძახით იმისთვის რომ ამოვარჩიოთ ჩვენი აზრით საუკეთესო და მე ფესტივალზე გამოვიყვანოთ და ამას საშუალება მოგცა მიზანიც ეს იყო ამას საშუალება მოგცა მართლა პულზე გვეჭიროს ხელი რა ხდება თანამედროვე შემოქმედებაში მუსიკალურ შემოქმედებაში და ჩვენთვის მოულოდნელი იყო იმიტომ რომ აი ამდენი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ წელს სადაც ვარირებს ხოლმე 40 ახალი პროექტიდან 80-100 ახალ პროექტამდე წარმოგიდგენთ რაღაც შემთხვევაში ყველაზე მეტიც იყო მახსოვს ერთ წელს და ეს იმას ნიშნავს რომ დუხს ამ თვალსაზრისით ადამიანების შემოქმედებითი პროცესი არ გაჩერებულა. რომელი მუსიკა არის ყველაზე ხმამაღალი ახლა? ან რომელია ყველაზე საჭირო მუსიკა? საჭირო მუსიკა ვნახეთ გამზირამდეც მივიდეთ. სიმართლეა ეხლა ხო აი ცოტა შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ეხლა მართლა ყველაზე ხმამაღლად ჟღერს ის რაც რუსთაველზე რახმაც დგას რა. ესეც მუსიკაა ერთგვარი მაინც ის მუსიკა მე კრიმინალი გახადეს გახსოვთ ალბათ ქვების რახარუხი რკინის კედელზე რომელიც ფანტასტიკური მუსიკაა. კი, კარგად გაიმიქსა, ბევრი რაღაცა. მაგრამ იქიდან პირბადემდე მივედით. იქიდან პირბადემდე მივედი და კიდე გზაგვა გასავლელი მე შიშობ. რომ ამაზე არ გაჩერდება ბოროტება. ყველაზე ემოციურად ეგ ჟღერს და მუსიკა ყოველთვის ხო არ არის სასიამოვნო და დადებითი ნაწილი, მაგალითად აი ჩემთვის ესე საუნდტრეკად რო განვიხილოთ ხო რაღაცა მუსიკოსებს გვახასიათებს ეს რაღაც საუნდით ანუ ჟღერადობით ვიმახსოვრებთ თუ მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ რაღაცებს ესე ვიმახსოვრებ ხოლმე რა და აი ამ პერიოდის ყველაზე ესეთი ჩემთვის თან შემაწუნებელია ეს აი არ დამავიწყდება ეს შობელს რო შვილი დაუჭიროს უსაძე ჩემი შვილია ხო ეს ხმა არ დამავიწყდება რა ეს აი თან რაღაც იმ ადგილს ახასიათებს ეს რაღაც დიდი ექო და გაშლილია და თან იქიდან ვიწყებ ათლას სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს ახლობლებს შვილს პროტესტში მონაწილეს რომ გახსოვს ეგ კადრები დედა რო ყვირო და რო ჩემი შვილია და სადმე გყავთ და იმან ვერ გაგლიჯა და როგორ გაგლეჯ ვიღაცას ხო ვერ გაგლიჯ მონაწილეობა ძალიან ძიმე კონფლიქტში ჩემი აზრით პოლიციასთან რომელიც სამწუხაროდ შეიქმნა. ხო, პოლიცია ამ შემთხვევაში ის პირველი ის არის პირველი რიგი ხო? შენი ბიძაშვილის მაკაცი მეზობელი ძალიან სამწუხარო მომენტიც არის ეს. ხო. კი, ნამდვილად. ეს შემოქმედებითობა საქართველოში ძალიან ემპათიურია თუ არ არის ემპათიური? ესეც თითქოს განხილვის თემაა ხოლმე რომ თითქოს ხო, არ ამგონია კავშირში იყოს ერთმანეთთან, არ ამგონია. თუმცა მე მაინც იმას ვემხრობი რომ ხო არტისტი ზოგადად არის რეფლექსია გარემოზე რა. რაც შენს გარშემო ხდება, ეს არის რაღაცნაირი რეფლექსია შენი, ხო? და არა მაინც ხო მესია ხო არა ხარ ვასწავლო ჭკუა შენ შეგიძლია რეფლექსია აისხლეთ და ეგ არის რა. ხო, რაღაც ეგეთი. წახვედით ცოტა შორს ხო თბილისიდან დღესთან ახლოს. ამერიკანიაც ხო. ხო, გადავედ საცხოვრებლად, ხო, აი პანდემიამ ხელი შემიწყო და მთელი ცხოვრება მინდოდა იქ კიკეთში მოკლედ. თბილისობამ რა გამოათავისუფლა მაშინ? უთბილისობამ? აუ, ძალიან ბევრი რაღაცა. ძალიან ბევრი დრო, სიმშვიდე, ზედმეტ რაღაცებზე მაგალითად არ ფიქრი რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნუ მე გარემოს აღქმა უფრო სასიამოვნოა ხა. თბილისი სამწუხაროდ საკმაოდ მოულელი ქალაქია ბევრ ნაწილში და ხო სად სახლში რო შედიხარ ტყით და სად სახლში რო შედიხარ ბინძურის ადარბაზოთი ხო განსხვავება ხო არის
ხო, ეხლა სახურავზე უნდა ვიჯდეთ, მაგრამ ამიტომ ვიცი რომ რიგი მამიზებმა ხელი შეგვიშალა და იქიდან განსაკუთრებით ჩანს ხოლმე. ხამე ლამაზია. როგორც მაგალითად ზამთარშია ლამაზი სასაფლაოები დაფარული როა. ეს მარტო ის რო ჩანს არქიტექტურა. და თბილისს ეგეთი ხედებიც გაუჩნდა, აი სასაფლაოდან დანახული ბევრნაირი თბილისი, იმიტომ რომ თან სავსე არის ხო? ახლა სასაფლაო თქვით რაღაც ეგეთი. ხო, სასაფლაო სერიოზული ადგილია. გამოათავისუფლა დრო, აი რა გამოათავისუფლა კიდევ რაც დაუშვათ ახლა არ ვიცით შენზე, თქვენზე არ იცის საზოგადოება, მაგრამ მე გვიკითხე გულწრფელად, იმიტომ რომ მე იმდენად ჩადღვებული ვარ ყველა ამ რაღაც ამბავში, რაც ყველას გვეხება, რომ ეგ ნაწილი არ ვიცი. მე ყოველ დილით, აი ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მანამაც ყოველ დილით ვიღვიძებ და არ მინდა რომ უბრალოდ დღე დავიწყო ისე რომ არ მახსოვდეს რომ ის ხალხი ციხეში ზის. აბსოლუტურად ხო, აი აბსოლუტურად დანაშაულის ვერ დამტკიცებით და ასე შემდეგ. მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა ეს არის პოლიტიკოსი, ყოფილი პრეზიდენტი, მუსიკოსი, პატარა ბიჭი არა. ეს ხალხი არის ბოროტების მსხვერპლი, ბოროტების ტყვეები არიან და მე არ მინდა რომ უბრალოდ ჩემმა დღემ ისე ჩაიაროს, აი ნებისმიერ ერთმა დღემაც რომ არ მახსოვდეს ეს. მე რაც არ უნდა მტკიოდეს ჩემი ახლობელი ხო ვერანაირად ვერ განვასხვავებ მე სხვებისგან მათ იმ გაჭირვებაში რა და მოთხოვნაში თავისუფლების რა. ვიღაცებს უყვირთ ხოლმე მაგალითად, როდესაც მე მაგალითად ანდრო ჭიჭინაძე კიკეთში იმავე კიკეთში და იქიზდებოდა ხო ჩემი შვილების ხელა და რა ვიცი ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი, ნუ ყველა ვინც იცნობს იცის და ვინც არ იცნობს ის ხვდება როცა შეხედავს ხო მას სახეზე როგორი ადამიანია უკეთილშობილესი და თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს როცა ამას გულსფრელად ვამბობ საჯაროდ ხო მე ასევე გულსფრელად ვიტყვი თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და უყვირთ ხოლმე და ეს არის ჩვენი პრობლემა რა. როცა ვერ ხედავ აი მართლა ერთ ბოროტებას, რომელსაც ტყვეები ყავს პირდაპირ ხო? ხო და ის ტყვე არის, ერთი ტყვე არის ისიც და ისიც ხო? ყოველ დილით ეს რომ არ გაიაზროთ შეუძლებელია, თქვენს სოციალურ ქსელსაც ეტყობა მაგალითად პოსტები ეძღვნება ხოლმე ყოველ დღე თითო ახალგაზრდას. ხო ეს რაღაცა ჩვენი პატარა რაღაცა გაფაფხურება ეს პოსტიც ხო რა არის, რაღაცა ადგილი გვაქვს სადღაც საჯარო, სადაც შეგიძლია ესე შენი აზრით ხმამაღლა რაღაცა თქვა, ხმამაღლა რას ნიშნავს ვიღაცა ცოტა მეტ ადამიანს მიაწვდენ ხმა ვიდრე აივანზე გამოხვიდე და აი დღეს მაგალითად სასამართლოში ტელეფონების შეტანის აკრძალვის საკითხები გადაწყდა და კარადები შეიძინეს. აი როგორ თქვა, ყოველ დღე ახალი რაღაცა გვიკვირს და გვაოცებს ჩვენ ხელისუფლების აქციები და მე მგონია რომ დიდი ხანი უნდა მოვჩენილიყავით გაოცებას, ეხლა მაინც მოვჩეთ ამ გაოცებას და რაღაცნაირად ვის მოუწოდებ, ეხლა მე ჩემ თავს მოუწოდებ პირველ რიგში ხო მე როგორ მოუწოდო ვინმეს რომ მოდი ესე გააკეთე ამ იმ სფეროში სადაც მე არ ვიცი როგორ უნდა გააკეთო პოლიტიკაში მაგალითად როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ხო და აი ამ ბოლო წლებში ხო ერთად გვიცხოვრე მე შეიძლება ცოტა უფრო მეტში ვიყავი რაღაცებში ესე რაღაც უბედურებებში აი მე მაგრამ მე როგორც ინტერვიუ დავიწყე ტელევიზორიდან თვალს გადავნებდით ერთი ტელევიზორი ქონდა და ბევრი უსხდებოდით და ესმოდა თქვენი მუსიკა მადლობა ეს ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია როცა შენ რაღაცა ხო ნამუშევარს ესეთი რაღაცნაირი ის აქვს ზემოქმედება ადამიანის მართლა გულწრფელად დიდი მადლობა ეს ყველაზე სასიამოვნო პრობლემა არის გაკვირვება და მგონია რომ დრო არის ნამდვილად დრო არის რომ ყველა პოლიტიკურმა პასუხისმგებელმა ადამიანმა ვისი პროფესიაც ეს არის პირველ რიგში მათ იგრძნონ დაინახონ ეს საშიშროება, იმიტომ რომ რაღაც ეჭვი მაქვს, რომ საშიშროებას ვერ ხედავენ, იმიტომ რომ როდესაც საშიშროებას ხედავ, იქ ყველა სხვა პრობლემა მეორე ხარისხოვანი ხდება. მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ქართული ოცნება როცა გიპირისპირდება, შენ ერთმანეთში რაღაცა ვერ დაალაგო, ხო? აი რაღაც ელემენტარული კი არა. შეიძლება ფუნდამენტური პრობლემა იყოს, მაგრამ აი ამ საშიშროების წინ როგორ შეიძლება ეს მეორე ხარისხოვანი ვერ გახდეს.
ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ რო არ დაუთმობ საზოგადოებას ეს ხო რაღაც ძალიან ძაფრი შეგრძნება და მეშინია რომ ხო არ აქვს ამ ხალხს დაკარგული მართლა აი საშიშროების რეალური საშიშროების შეგრძნება ხო იცი რაღაც ცეცხლი რო გწვავს თულად რო არ თქვა ერთიანობა არა ერთ პარტიაში გაერთიანება არამედ ერთიანი დანახვა ერთი იმის მოწინააღმდეგის არის უმნიშვნელოვანესი საქმე ეს რაც შეეხება პოლიტიკოსებს ამავე დროს ზუსტად იგივე გვაქვს საზოგადოებაში ხო დაკვირვებულები ხართ თქვენც რა გიტრიალებენ შენივე ფასეულობებს ხო შენცინააღმდეგ ხო დღეს ილიას დაბადების დღეს საოცრად და მე თქვა კი ნამდვილად და აი როგორი სამწუხაროა ჩვენ დღეს ილია რომელიც ერთ-ერთი ჩვენი ასე ვთქვათ თანამედროვე საქართველოს ფასეულობათა ეს არის ხო ერთ-ერთი შემკრები კაცია და მის საჭიროა ძირითადი გარშემო უნდა გაერთიანდეს ერიტურა ასეთი ტიპების გარშემო ასეთი ადამიანების ფასეულობების გარშემო უნდა გაერთიანდეს ხო ერი რაღაცას თუ წარმოადგენს და აი რა სამწუხაროა რომ ამ ხელა ადამიანი თანამედროვე ისტორიაში ყვავდა და დღეს მის დაბადების დღეს აი თუნდაც ვინ აღნიშნა აი სად აღნიშნეთ ან ხო ხტები აი სამწუხაროდ ილია უნის ქონდა დღეს დაბადების დღეს აღნიშნა ილიასივე მაგრამ სხვა პრობლემებზე ლაპარაკობდა ილია უნი კიდე საშინელი პრობლემის წინაშე დგას ზოგადად ეს განათლებაში შემოჭრილი მაგას ზუსტად რა პრობლემებზე ლაპარაკობდა ილიას დაბადების დღეზე ილიას სახელობის ახლაც ეთერშია ქალბატონი ნინო პარალელურად ხო მე ძალას მაძლევს რეზო კიკნაძის სიტყვა მაგრამ კი ბატონო რეზო მეც ძალიან მომხდარა ანუ რაღაც ერთიანი სახელი უნდა დავარქვა თამათ იმიტომ შეუძლებელია ერთი თქვა და მეორე არ თქვა და ამ დროს არ გვავიწყდება იმდენი არიან ძალიან ბევრი ვერც და იმ ჩვენ ვერ აუდივართ რომ გავაშუქოთ მათი პროცესები და ესეთი მოცემულობა შეიძლება მე ძალიან არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ხანია ვცხოვრობ და მიმუშავია და უბრალოდ არ მქონია რომ ამდენი დაკავებული შესახებ რომ ვერ ავუდიოდეთ ინფორმაციას არ მახსენდება. ქალბატონი აზა ხო? აზა ქვია, აზა ბებო და მიჭერდენო იმას რომ მიკეთებდა, უი მე რა ხელი გაქო ბებო, არ მოგიჭერო ხელშიო და არ მომიჭერო და წაიყვანო და აი წარმოედგინე ხა მე უცებ ვიფიქრე რომ ალბათ აი რა ვიცი 30-იან წლებში რეპრესიების დროს ხო ჩემი მთელი უფროსი თაობა ყველა დახოცეს ამათ. ხო. ყველა. აი ბებია, ბაბუა, დედის ხვდა, მამის ხვდა, ბებია, ბაბუა, მათი მშობლები. 80 წლის ბებია გადაასახლეს ბებია ჩემს. 80 წლის. პირდაპირ ნინო ჟვანიას პირდაპირ ბრძანებით. ნინო ჟვანიას ქუჩა გვაქვს დღეს სახელობის ქუჩა გვაქვს. თუმცა გამარჯვების გარდაუვალი რაღაც გეგმები თავში სულ გააქვს. აი აზა ბებო რომელიც დაიჭირეს ჯიბეში 2 ლარი თუ რაღაცა ედო ვაი მილიარდერებს დაანგრევს აი ეს ერთი აი წარმოედგინე არავინ არ იყოს მარტო აზა ბებო აი მოდი ერთ წუთი შენი თავი ჩააყენე კი ბიძინას ადგილას შენ არა მოდი არა ერთ წუთი შევთვალე დაკავებული ადგილას უნდა გეთქვა ბიძინას ადგილას უბრალოდ აი ნახე რას გეკითხები შენ გინდა რომ ყველა მოსპო და მარტო შენ იყო ხო? აი დღევანდელი სიტუაცია, ყველა ჯარი ყავს, ის ყავს, ყველა ყავს. აი დღეს რაც ხდება და ხარ ბიძინა და აზაბებო დაგიდგა ქუჩაზე. აი რას არ შეუპოვარია ეს ქალი, არ ნებდება. რა ხო არ მართლა ხო არ რესტრი ბიჭო, აი წამ აი შენი თავით ჩააყენე მაგდომარებაში. აი რას შვები? რას აკეთებ? რას აი რა შვები, რა გამოსავალი გაქვს? ხო და ამ მილიარდერი ხარ და აზაბებო 2 ლარია ჯიბეში გიგებს. განგრევს, რას ვაკეთებთ? არაფერს არ ვაკეთებთ, ხო? აი უცნაური რამეა, ნახე როგორი დაპირისპირება. გეგმა, რესურსი იქით მხარეს, გეგმა რაც ხდება, ყველაფერი ხო, რა ვიცი. და აქეთ მხარეს არის სრული შეუპოვრობა და აი სიმბოლოებთან ბრძოლა, სიმბოლოები თელი 1 წლის განმავლობაში, ხო, რეალურად აი ჭიჭინაძის ქუჩას რა სტრატეგიული დანიშნულება, პარლამენტს, აი პარლამენტში ვინ აპირებდა შესვლას, ხო, მართლა რა შეხვალ რა მე. ჩვენი ბრძოლა საზოგადოების, ხო, არის უფრო სიმბოლოებისთვის ბრძოლა, იმიტომ რომ იქ უნდა დავდგე ძმა, ვარ გამაგდებ და იქ დგევარ ჭიჭინაძეს და ჭიჭინაძეს ამდენი ქუჩას რამდენი ადამიანი შეეწირა ეს ბწყალებში ციხეში გავაშვა, ხო? ძალიან ბევრი, მაგრამ
ამ დროს ხო მიზანი ხო არ არის ფერი. მიშა ჭიჭინაძის ქუჩაზე პირველად შეასხეს წიწაკის სპრეი. მაგალითად. ხო და იქ იყო ეს მედგრად უნდა ვიდგეთ რაღაცა სიმბოლოსთვის. რუსთაველიც ხო სიმბოლოა, ხო? კითხვას გარდატეხის ამბავში ხო? მე ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი, შევარდნაძის დროსაც მას მე რაც დავიწყე, ასე ვთქვათ, გარკვევა სამყაროში, ხო? შევარდნაძის დროსაც ოპტიმისტი ვიყავი და იქაც ბრუტალური სიტუაცია იყო, მაგრამ ხო, სუსტი იყო, უფრო ნაკლები ფული ჰქონდათ, ასე შემდეგ, მაგრამ ბრუტალური იყო ის სიტუაციაც, დაჭერებიც იყო და ბევრი სხვა რამ. თუმცა მაშინაც ოპტიმისტი ვიყავი, სამოქალაქო ომის დროსაც ოპტიმისტი ვიყავი. ხო, თან ბევრი გამარჯვების გამოცდილება გაქვს. ხო, შეიძლება და ეს ძალიან დიდი შეგრძნებაა რა და მე მიხარია იმ ხალხის მაგივრად, ვინც ახლა ის ახალგაზრდას იმიტომ ახსენებ, რომ მთელი ცხოვრება წინა აქვს. აი, ახლა დაიწყეს და ესე სწორად დაიწყეს რა, ესე მყარადთან და აი იმ ხალხის მაგივრად მიხარია, რა შეგრძნება ეკნებათ, მე ხო ვიცი ეს, როცა გაიმარჯვებენ და აუცილებლად გაიმარჯვებენ თან. და რაც ეხება პოლიტიკურ ნაწილს, ხო, პოლიტიკურ ცხოვრებას. აი ეს ხალხი, ვინც გამოვა, დარწმუნებულია, რომ ბევრი ჩაერთვება პოლიტიკაში, იმიტომ რომ პოლიტიკა მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელი პოლიტიკის გარეშე ჩვენ ვართ რაღაც ვიღაც მეფეზე დამოკიდებული აზიური ტიპის მმართველობის ქვეყანა, რომ მეფე წვეთს მის მაგივრად და რა ვიცი, დასავლურ ცივილიზაციაზე ვსაუბრობთ, იქ არის ჩემი წილი პასუხისგებლობა ხო, არჩევნებშიც, ასე შემდეგ ვიღაცას თუ ვირჩევ მე ჩემ წილ პასუხისგებლობას დეფამაში, კარგშიც და ცუდშიც და მოკლედ ჩართული ხარ ამას. ეს არის პოლიტიკა, ხო? აი ეს ხალხი ამას ზუსტად გნობს, მაგრად დაიწყეს, მაგრად განან აჩვენეს თავის სიმყარე, ხო? თან ჭკვიანი ხალხია ძალიან. თქვენი შვილების თაობა ციხეში არის და თავად თქვენ შვილებმა რა გასწავლათ? ძალიან ბევრ რაღაცას, ბევრს კი არა, ყველაფერს. მართლა აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრა, თავიდან ვსწავლობ რაღაცეებს. არა ამ ამბების გამო და მათი სიმყარის ჩვენების მხოლოდ მაგის გამო, აი იგივე მართლა ჩემ შვილებთან ურთიერთობა. სხვანაირი ხალხია, აი როგორ გითხრა, რამდენჯერმე თან ისე რბილად და მან მონათეს რაღაც საკითხზე, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ჩვეულებრივი იყო რა, რომ უცებ დავფიქრდი, რომ ასე სათხარ. სხვანაირი ხალხია, სხვანაირად ცხოვრობს, სხვანაირი გარემოში ცხოვრობს, სამყაროს იმ სამყაროს რასაც სოფლიოს ნაწილია, ცივილიზებული სოფლიოს ნაწილია, იმიტომ რომ ამის საშუალება აქვს აი ამით. შენ შეგიძლია თქვა შენ თავზე, რომ ის რასაც ის ბიჭები ინდივიდუალურად არ დავასახელებ, აი ყველა ვინც არიან, აი რა წერილებსაც იწერებიან, მე ვერ დავწერე ეგეთ რაღაცას. ხო, წარმოუდგენელია, არა, ძალიან მაგარი ბიჭები არიან და შეუძლებელი იყო მათ სასამართლოებს რო უსმენ, იმდენად ოპტიმისტი ვარ, რომ ჯეროდა რომ გამომართლებელი განჩენი დადგებოდა, ვერ ვიჯერებდი, რომ შესაძლებელი იყო მათი ამდენი წლით ციხეში გაშვება რაღაცნაირად. მათეს დაიყო ხო სასწაული აი ეგეც საუნდტრეკია რა წარმოიდგინე რა უცნაური ილიას დაბადების დღე და ალბათ ილიას ყველაზე ერთ-ერთი მძიმე კოშმარის საუნდტრეკი შეიძლება ყოფილიყო რა წარმოიდგინე ვიღაცა ხელისუფალი დგას ერეკლეზე ლაპარაკობს ესეთან და აქედან ეს გოგო ესეთი თან განწირული ხმა არ იყო ხო მარტო სული ხმა იყო ამდენ ადამიანში და ამას წარმოიდგინე ილიას რო ეს დასიზრებოდა რაღაც ეგრე ხო აი ესე რო შეხედო ცოტა მხატვრულად ხო უფრო დაგაჟრიალებს კი ნამდვილად უფრო მას მიშვება რა აი მართლა რა გულწრფელად გეტყვი რა პოლიტიკოსი ციხეში ჯდომა კარიერის ნაწილი შეიძლება იყოს და ეს შეიძლება იყოს პირიქით კარგი მისთვის და შეიძლება მან გამოცდაც იყოს და მან უნდა გააჩვენოს პოლიტიკოსმა და მის ვალდებულებაც არის იქ აჩვენოს თავი და თავის მათე დევიძეს არ არის ვალდებულება მათე დევიძის რომ ესე ბრალის დამტკიცების გარეშე ამდენი ხანი ციხეში აწამო ხო საერთოდ არ არის მისი ვალდებულება რომ იქ მტკიცეთ იყოს ხო მაგრამ მტკიცეთ არიან ეს ხო მაინც მტკიცეთ არის ეს ხალხი ხო აი ამ ნაწილს გამორჩით, მაგრამ მინდა რომ პოდკასტზე ვისაუბროთ, რომელიც არის რაღაცნაირად ძალიან ღრმაც არის მუსიკის ერთი ეხლა რომ დავიწყეთ, ხო, ჯერ არ დაგვიდია, ეხლა მალე დავდებთ, დავიწყეთ, რამდენიმე სერია ჩავწერეთ და საინტერესო გამოდის, ხო, მე არ ველოდი რომ ესეც საინტერესო იქნებოდა.
თუმცა ხო ეს აზრი გამიჩნდა ცოტა ხნის წინ და უცებ მოხდა ეს ამბავი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეხლა ამ ბავშვი ვარ და ესეც ის არის მნიშვნელოვანი ჩემთვის. გამიჩნდა აზრი იქიდან, რომ რა ვიცი, მთელი ცხოვრება მუსიკოსებს როცა გვეძახიან, აი მაგალითად დღეს. როცა გვეძახიან, ხო, მედიები, სხვათა შორის მუსიკალური მედიებიც კი ნაკლებს გველაპარაკებიან მუსიკაზე, ნაკლებს გველაპარაკებიან იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ყველა მუსიკოს უყვარს ამაზე საუბარი. განსაკუთრებით მაგალითად შენს ერთ სიმღერაზე, რაც ჩვენთვის სიმღერები რაღაც შვილები მე მიდიან თავის ცხოვრებით ცხოვრობენ და რაღაც ეტაპია გავლილი, შენი ცხოვრების ნაწილია, განცდილი გაქვს რაღაცები. ამაზე რომ არავინ არ გეკითხება, ხო? რაღაცნაირად შენს გიცლუნგდება რაღაც მოგონებები და რაღაცები. ან შენ თავთან ხო არ დაიწყებ ინტერვიუს მიცემას მეორე და მოდი აბა ჩემს სიმღერაზე ვილაპარაკ. ხო და ეს აზრი რომ გამიჩნდა, მოდი მეთქი აბა ერთი სიმღერის ამბავი. ერთი სიმღერის ამბავი. და ვეძახი ესე ავტორს სიმღერის ან არა მარტო თანამედროვე სიმღერებზე გვაქვს და ბევრი რამე არ მინდა ვთქვა. საინტერესო სიმღერის ისტორია გვაქვს ქართულ ხალხურ სიმღერაზეც ერთ-ერთზე. და ასეთი ბევრი საინტერესო ამბები არსებობს. ეს არ არის რა თქმა უნდა მხოლოდ მუსიკაზე საუბარი, იმიტომ რომ ყველა სიმღერას თავის ეპოქა აქვს და ის ეპოქა მოქმედებს ამ სიმღერაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენ საუბრობთ ეპოქებზეც და იმ ადამიანების ავტორის განცდაზე. ხო. რა მაიძულა ეს დაეწერა ისა ესა და ბევრი საინტერესო რაღაცები ჩდება ხო. მე მაგალითად ერთ-ერთი რესპონდენტი მყავდა ჩემი მეგობარი და რა ვიცი, ჩემი კოლეგა მთელი ცხოვრება, სოფტიჯექტიდან პეჩო და ვისაუბრეთ პეჩოს სიმღერაზე Please Just Carry On, რა თქმა უნდა, ხო, ჩვენ რითიც გავხდით ცნობილები და დავფიქრდი ამაზე, მუშაობ, ვემზადები ყველა შეხვედრისთვის რა, დიდ ინფორმაციას ვაშვები ვკრებ და მე ესე ვემზადები რა და ეხლა უსმენ ალბომებს თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ეგრე უნდა გავიგო ახლა ვისთან ვლაპარაკობ, ხო, მარტო ერთ სიმღერას ვარ, რა, სად მოხდა ის სიმღერა, რა სიმღერებში, საერთოდ რა ხდებოდა იმ პერიოდში და ისეთი кайფია ეს თავიდან, აი კარგი წიგნის კითხვა მართლა, აი თავიდან ბოლომდე როგორც გაძლევს ავტორი ტყუილად არ სვავს პირველ სიმღერად ამას, მეორედ ამას, მესამედ ამას, ხო, ამას აზრი დევს ამაში. როცა ამას იწერ და თან პოდკასტს ამზადებ, თან ისტორია ეგეთი მნიშვნელოვანია, თან ჟღერადობა ისმის, ძალიან მაგარი პროფესია გაქვს. მე პირველად ვარ ახლა ამ პროფესიაში და რესპონდენტი კი არა ვარ, კორესპონდენტი ვარ, აქეთ ხარეს ვარ. ხო, ეგრეგორი შეგრძნებაა თქო მანდამდე. ხო, უცნაური შეგრძნება იყო, მაგრამ ძალიან ჩამითრია რა. ძალიან, ამ პროფესიასთან რაღაცა შეხება პროფესიული არა, მაგრამ ახლო მქონდა ჩემი პირველი მეუღლე ჟურნალისტია პროფესიონალი და აი ეს თავის კარიერის დასაწყისში ერთად რო ვიყავით, რაღაც ერთად შეუძლებელია კი. დღესაც კონსულტაციებს თუ ვიღებ, მაკა ანთიძესგან ვიღებ ამ პროფესიაში პირველ რიგში, რომ მაკას ვეკითხები რა ამას. მეც ვიღებ ხოლმე მისგან კონსულტაციებს დიდი პატივისცემით. თავიდან ისე მეთქი რა დაუძახე ვილაპარაკ, მაგრამ მე პასუხისმგებლობები გეკისრება, რომ ეძახე ადამიანს, შენ ზუსტად გზად იყო, ეხლა მართლა ეს სულელივით ხო არ დაჯდები და ესე უბრალოდ მიდი მელაპარაკე ხო არ მიყვარს ეგ და რაღაც მე სხვათა შორის საინტერესო რა არის, იცი? რა არ უნდა გავაკეთო ამ ჩემ თავს ვასწავლე კორესპონდენტები როგორც იქცეოდნენ ჩემს მიმართ რა არ მომწონდა იმისგან ხო აი მაგალითად რა ხო მივხვდი რას ვიგულისხმე არ მომწონს როდესაც კორესპონდენტი არ გიყურებს თვალებში როცა პასუხს ძემ ანუ კითხვას მისვავს მელაპარაკება და ხო იქით არის ან მაგალითად არ მომწონს როცა პასუხის გაცემისას ტელეფონში იყურება ან ეგეთი ნიუანსები და აი რაღაცები რო არ მომწონს ეგ ამოვიღე ჩემი ურთიერთობიდან რესპონდენტთან და რა ვიცი ვცდილობ რა გამბო ნახო ხო მალე იმედი მაქვს ამ თვის ბოლოს საუბრობდით იმაზე რომ ამ რაღაცნაირად გემოებმა და კულინარიამ რომელიც თქვენთან შემოვიდა როგორც რაღაცა პროფესია ახალი დარწმუნებული ვარ ცოდნასთან ერთად გამოცდილებაც ბევრი მოგიტანათ და ეს სიახლეც ამ მნიშვნელოვანი ამბავი არის აი გემოების ვიზუალიზაცია.
ხო, იცი რა არის, ბავშვობიდან მე ვასებოდა ეს ამბავი, ახლა ამზადებდა ხოლმე და რო უყურებდი რაღაცნაირად ელეგანტურად ამზადებდა, მომწონდა რა, მიბაძვის დავიწყე მე რომ მივხვდი რაღაც მომენტში რომ ეს არის შემოქმედებითი პროცესი, ზუსტად ისეთივე როგორც მუსიკოსი, აი მუსიკას როგორც წერს მუსიკოსი, აი იგივე გზას გადის მაგალითად მზარეული რო იგონებს ახალ კერძს სიტყვაზე, ხო? და ან მაგალითად პოეტი წერს ლექსს. იგივე პროცესია, შემოქმედებითი პროცესია ერთი უცნაური განსხვავებით რა, მისი შედეგი იქვე ქრება, ჭამდა. და რჩება მთელი ემოცია რა ამის და ეს არა მარტო იმ კერძის ემოცია რჩება ეს გემოების, არამედ გარემოსიც და ეს განსაზღვრავს ყველაფერი, გარემოც განსაზღვრავს იმქონდა და დიდი აღმოჩნდა მე ეს რომ წავედი უზარმაზარი სფერო, უზარმაზარი და ნუ საკმაოდ დიდი ხანია 15 წელზე შეიძლება 20 არა მეტი 25 წელი ამით ვარ დაკავებული და ინტერესებული რა პრაქტიკული ნაწილიც ჰქონდა რამდენიმე რესტორანი გავმართე რაღაცა ილიაუნის უნიფუდი მოვიგონეთ და გავმართეთ მთელი როცა დაარსდა ილიას სახელმწიფო ილიას უნივერსიტეტი ან სკოლას რაღაც ერთი მოკლედ პრაქტიკული ნაწილიც ჰქონდა ეს ნაწილიც იყო და ამ დროს ყველანი არის უზარმაზარი სივრცე ეს არის უზარმაზარი კულტურული სივრცე ხო ეს არის ის რითიც შენ გინდა პირველ რიგში გააცნო შენი თავი აი რაღაც სტუმარად ჩამოგდის პირველ რიგში რა შვები ხო აი ჩვენ თეული ვარ მე და ხინკალს უკეთებთ სახლში ჩვენ და ყველა ვარიანტი სუფრასთან ჯდები ჩემს შვილებს რო ვკითხოთ და მეც დავეთანხმებოდი ჩვენზე კარგი ხინკალს არავინ აკეთებს. კი ბატონო, ხო, ნუ რაღაც აი გემოებზე რო დავეწყოთ და პრეფერენსებზე ხო ინდივიდუალურია. მე მაგალითად ხევსურული ხინკალი მომწონს ძაან. ხევსურულიც მომწონს, მაგრამ ნუ თეულური ხინკალიც მაგარია, ხო. ხინკალიც მაგარია, ხინკალსაც მაგარი ისტორია აქვს. ხო და აი ამ ამბებში რო წავედი, სხვათა შორის ხინკალთან ახლოს ვარ. ნუ მე დავიწყე ასე ვთქვათ პედაგოგიური საქმიანობაც კულინარიის აკადემიაში უკვე ძალიან ბევრი წელია უზიარებთ სტუდენტებს ერთმანეთს აზრებს და მსჯელობთ ზოგადად კულინარიულ კულტურაზე რა და ზოგადად რა არის კულინარია რამხელა ნაწილი ადამიანის კი არა ჰომო საპიენსის ცხოვრებაში და არა მარტო მის კიდე ნეანდერტალებისაც და ეს ცოდნა არის ჩვენი კულტურა ხო ყველა მიმართულებით მათ შორის ერთ-ერთი ტომი არის საჭმელ სასმელი. არის გენიალური იმით სტრუქტურით ინტერვიუებია სხვადასხვა რეგიონებში ადამიანებთან. ეს იწყება ეს არის ქიზიყი რაღაცა ანანია ზაქარიას ასული მენთეშაშვილი რაღაც 83 წლის წიგნიერი. ან ეს არ წერს წიგნიერი. 120 წლის კაცია იქ გვაზი ბიგვავას ინტერვიუა. მოკლედ ეს არის უზარმაზარი ცოდნა საჭმელზე, პროდუქტზე, რა მოდის, რა რეგიონში რა მოდის, პურს როგორ აცხობენ, რამდენი ხორბალია, რა ტიპის ხორბლებია, მოკლედ ცოდნა. და უცებ მე რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ ამბიციურად მოდი ჩვენც იგივე გავაკეთოთ. გავიდა საუკუნე უკვე. ეს კულტურა ხო იცვლება. კნინდება და წინ მიდის იცვლება. ლოგიკურად ცოცხალი პროცესია და ცოცხალი პროცესია იცვლება რაღაცეებით და მოვიფიქრეთ რომ მოდი გავაკეთოთ ჯავახიშვილის გზა პროექტი და მოვიაროთ საქართველოს ჯავახიშვილს რას სოფლებიც აქვს გვარებიც კი ვიპოვოთ და იქნებ შთამომავალი ვიპოვოთ რუკას მივყვებით მის და ვაფართოეთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს იმ დროს ეს იყო 30-იანი წლები და რა ტრანსპორტი ჰქონდა ცხენი ფეხი მანქანა იყო 3-4 თბილისში ხო და რა სოფლებში არიან ნამყოფები რომ კითხულობი ხო მე აკვირდები ძირითადად ნათესაურ რაღაც ამბებში არიან მაგრამ თავისთავად ხო და ჩვენ დღეს კარგი მანქანით გზებიც რა თქმა უნდა ბევრია და უკეთესია და უამრავ ადგილას მივედით გავაფართოვეთ 300-ზე მეტი ოჯახი მოვინახულეთ თან ვაკეთებდით ყველაფერს სპონტანურად არაფერი რამდენიმე ოჯახი იყო რამდენიმე ნათესავთან დაგეგმილი დანარჩენი იყო ყველაფერი სპონტანურად ეს ვჯდებოდით მანქანით მივიდიოდით სოფელში სადმე თუ კვამლი ამოდიოდა ან სარეცხია გამოფენილი მივდიოდით უზარმაზარი მასალა გვაქვს შეგროვებული მე პატარა სერიალიც დავიწყეთ მე გავჩერდით
რა სოფელშიც არის ყველაზე მაღალში სადმე თუ ადამიანი ჩერდება რა თქმა უნდა იქ თუ ცხოვრობს ზამთარსად ხო ის ადამიანი შრომელია შრომობს საჭმელიც აქვს თავისი მენიუ აქვს ხო და ურთულესი შრომაა ეგ მაგრამ ადამიანები გამართულად ცხოვრობენ ვინ შრომობს იქ რა და 90 წლის ხალხი და ხანში შესული ხალხი მარტოები შრომობენ სასწაული შრომაა საქონელი რო ყავს ყოველ დღე წლის განმავლობაში დღეში ორჯერ არ არსებობს შენი მდგომარეობა უნდა მოწველოს აი ამ ხალხს აი იქაც სადღაც სოფელში აუცილებლად სამზარეულოში აქვს ამ ბლენდერი მიქსერი ეს აპარატურა აქვს ხო მაგრამ არ იყენებს ხშირად აი მაგალითად ნიგოს ისევ ქვავენ იმაში ხო სანახში იმიტომ და ისეთი როგორი რაღაცები იციან აი რატო არ აკეთებ იმაში ბლენდერში რო ეკითხები და იმიტომ ბლენდერი წვავს ნიგოსსა გეტყვის უცებ გეტყვის იმას რაც მართლა მართალია რა უნდა გააკეთო ხინკლის გულს როდესაც ვანელებ შავ ვიმარცვალს წიწაკას ვუშვები და იმას ნაყავ არც დაფხულს არ ყრის შიგნით იმიტომ რომ მეც რაღაც ეგრე მგონია რომ ის ბევრად არ და ძირასაც ესე ხელში მოსწრესა. ხო, კარგია, ხელში დაფხული ჯობია. ხო, ეგეთ ნიუანსები ხა ჩვენ თუ კულინარიული ის უბრალოდ ჩემი მცირე გამოცდილება. მე შეგვიძლია ვილაპარაკო გაუჩინე. ამიტომ მე ხა ეგ შენ მოგეთხოვება ხინკლის კეთება. რაღაცნაირად ესეთი გაგება ქონდათ ოჯახშიც რომ თეულები ჩანგალი არ მოქონდათ არასდროს, ჩემდას უყვარდა ჩანგალი, მაგრამ სუფრაზე ჩანგალს არ დებდნენ, იმიტომ რომ ეგეთი ის ჩანგლის ისტორია იცი საქართველოს. ჩანგალს ებრძოდა ეკლესია. ქადაგებები პატრიარქისაც დროინდელი რომ აი რა გვინდა ჩვენ არა მარტო საქართველოს ევროპაშიც ებრძოდა ეკლესია ჩანგალს არ ვიცი რატო იყო ესე წარმოდგენა რა გვინდა ჩვენს ღმერთს შორის ბოძებულ საჭმელს საჭმელი ხო ღმერთისგან არის ჩვენთან ბოძებული და შუამავალი არ ჭირდება რკინის და რაღაც ეშმაკის რაღაცა ჩვენ გვაქვს ჩვენი შუამავალი სამი თითი თელ არსებები ვინც ამ სამყაროში ვარსებებ ცოცხალი არსებები ყველა ჭამს აბსოლუტურად ეს არის ბუნების კანონი ჩვენ ვიბადებით ჭამთ და ვკვდებით ეს გარდაუვალი ამბებია ხო ყველა ჭამს მაგრამ ერთადერთი ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები homo sapiens sapiens აი ჩვენ ვინც ამ საჭმელს ვამზადებთ და ვკაიფობთ ამით ხო ეს არის გამოსხივებელი წარმატებები დიდი მადლობა მადლობა შენ